ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ. დღეს 2 იანვარია, ბედობა, როგორც უკვე დღეს ბევრჯერ გითხარით და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ძალიან კარგ დროს ატარებთ. აბა რა, დღეს 2 იანვარია და როგორც მოიქცევით დღეს და როგორ დროსაც გაატარებთ დღეს, აიგეთი გაწყობა გაყვებათ მთელი წელი. მაგრამ რა თქმა უნდა, დროის ტარებასთან ერთად საინტერესოა გაიგოთ ახალი ამბები. მაესტროსა და ბასტი გუგუს ურთიერთობამ გადააბიჯა ტელეეთერს და ისინი დღეიდან უკვე გვეპატიჟებიან სპორტის სასახლეში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წუნა და წუნა თოვლის ბაბუა და სნეგუროჭკა. მოკლედ ძალიან ბევრი გმირი. მოდით ერთად ახლა კონკრეტულად ნახოთ თუ რას გვიმზადებენ. მინდა გითხრათ რომ არა მარტო პატრონებს, არამედ მშობლებსაც თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ სპორტის სასახლეში და მოიხინოთ არა ნაკლებ ბავშვებისა. მოდით მართლა ნახოთ თუ რას გვიმზადებენ ისინი სპორტის სასახლეში. წავედით. სათამაშოები, რომლებიც არ იწყება თქვენია. დადგმული იყო ძალიან კარგად შეასრულეს ბავშვებმა. დიდი შრომა იყო ალბათ ჩადებული და დიდი კარგიც გამოვიდა რა. ესეთი კონცერტი ჩაგვიტარეს. გამარჯობა, როგორ ახარ? გილოცავთ? აბა რა ვარ, კმაყოფილი ვარ, აბა რა, ნახე. ბედნიერება, ენა, ჩემი დაკალია ეს. მადლობა, ისვრიან. რაღაცა ვიხალისეთ რა, კარგად რა. კარგად ვიხალისეთ და კარგი იყო და ხვალ და ზეგ უკეთესი და უკეთესი იქნება, კიდე უფრო. მაყურებელს გითხეთ, როგორ კმაყოფილები არიან, ხო ხედავთ? კარგი კონცერტი იყო ჩვენთვის, პატარებისთვის და უფროსებისთვისაც. ძალიან კარგი კონცერტი იყო, ყველას ძალიან მოეწონა ალბათ და
აი მაესტრომაც კარგად წაიყვანა. ძალიან ლამაზი კონცერტი იყო და ალბათ ყველას ძალიან მოეწონა. მოკლედ 2004 წლის და ცივი ზამთრის პირველი მზე ნინო ქათამაძე. სწორედ ეს ამ სიტყვებით გაიხსნა გუშინ აჭარა მუსიკ ჰოლში ნინო ქათამაძის კონცერტი. მე ორი დღეა დავდივარ ბიბუტები და აღმოჩნდი ისეთი დაგუჭგუჭებული რომ ვერაფერი ვერ უშენი საკუთარ ხალხს. ილოცავთ ახალ წელს. ეს გოგო ძალიან გავს ტანია მარიას, მაგრამ მე არ მინდა ვთქვა რომ ის ბაძავს ტანია მარიას. ეს მისი ორიგინალური მიმართულება, ძალიან კარგი სულიერი, რომელიც არის სულის რაღაც ამოფრქვევა. ვულკანი რა, რომ მოდის რაღაც ნები და ძალიან კაი სიმღერა შეუძლია ნინოს. მე ერთი რამე გამახსენე ხა რა ნინო ქათამაძეს რო უყურებ ზაფხულში მე მას შევარქვი ქართველი ჟანა დარკი. იმიტომ რომ აი ის ემოცია გამოიწვია ნინომ ხალხში და ის ემოცია დათესა შეიძლება ითქვას რაც შეიძლება თქვა ჟანა დარკს გაეკეთებინა და დავარქვი ჟანა დარკი და აი რას მე მგონი ამართოს ჟანა დარკი არის ქართველებისთვის და დღეს არის კიდე ძალიან კაია რომ პირველ დღეს ამ ძალიან ახალი წლისთვის 2004 წლისთვის ნინო ხსნის ამ კაი სეზონს. საათი აქ ვიყავით და ბოლოს მივხვდით რომ ისე გვინდა და დაკვრა რომ ერთი სული ქონდა როდის შევხვდებოდით. დიდი მადლობა სიყვარულისთვის. კინოთეატრ რუსთავში თქვენ გევლით დისნეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმის სადარის ნემოს პრემიერა. მინდა გითხრათ რომ ეს მულტფილმი გაახმოვანა ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა როგორც არის დუტა, ეკა კახიანი, გოგი ჩარშვილი, მოკლედ ძალიან ბევრი, მათ შორის ეკა ხოპერია, რომელსაც პირველად გააკეთა ესეთი რამე თავის ცხოვრებაში. მოდით ერთად ნახოთ, თუ როგორ მხიარულად მიმდინარეობს იქ ამ ფილმის დუბლირება. ეს არის პატარა როლია, კაცო. ეს თავიდან არის მანდ. არა, არაფერს არ ძალიან მომწონს კი. ნახე არაფერს არ ვერჩი, ძალიანაც მომწონს. მე ვარ კორალი, ვარ მეუღლე და დედა, მეუღლე ვარ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ვარ დედა ნემოსი. ხო და როგორც ჩანს, ესეთი ძალიან მოსიყვარულე მეუღლე და ესეთი деда, კარგი деда. არაფერს არ ვერჩი, ძალიანაც მომწონს თანაც. Я знаю, это Тише, деток разбудишь. ძალიან საინტერესო პროექტია. აი ეს მრავალხმიანი, სწორედ აი იმით, რომ შენ ცნობ უკვე ხმით ადამიანს და იცი ვინ ახმოვანებს და ძალიან მინდა რომ ჩემ შულს მოეწონოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რამდენჯერმე მომიწევს წასვლა მასთან ერთად. ჩუმად გაელოწებს. უყურებს სიზმარს ხედავ. რა უნდა გავარქვათ?
ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.